გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია ერთ ნაბიჯში პირველ პარიზულ ტიტულამდე და ნაპოლის აშკარა შეცდომა, რასაც დიდხანს ინანებს. მიქაუტაძის მორიგი შოუ საფრანგეთში და შეუჩერებელი ბუდუ. ვიდეოს დაწყებამდე კითხოვნაა, რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხართ, ხოვნა გამოიწერო არხი, რადგან თვის ბოლომდე ჩვენი მიზანია, რომ 85000 გამომწერზე ავიდეთ. ამისათვის კი 800 გამომწერია საჭირო. ამიტომ თხოვნა, რომ დამით მორიწამი. მადლობა მეგობარო, თუ ამ წამს ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და სიახლე ვალენსიიდან, რაბედიელის გიორგის. დალიგის მორიგ ტურში ვალენსია ჟირონას ესტუმრა და მნიშვნელოვანი ერთი ქულა მოიპოვა. მატჩი კი ფრედ 1-1 დასრულდა. ერთი ქულის მოპოვებაში კი უდიდესი წვლილი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მატჩი 3 მოგერიება შეასრულა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მან ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და არნაუ მარტინესის თავური დარტყმა მოიგერია. შეხვედრის შემდეგ კი მამარდამ განაცხადა, რომ ერთი ცუდი თამაში მას ცუდმეკარე დაარაქცევს და არც პირიქით, ერთი კარგი თამაში მას კარგმეკარე დაარაქცევს. ის კი ყველაფერს აკეთებს, რათა თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ჟირონასთან შეხვედრის წინ ვალენსიას თავკაცმა გუნდში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა და მამარდაშვილის მომავალზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. მამარდაშვილის შეცდომებთან თვალის გასწორებისა და მათი გამოსწორების სურვილს ძალიან ვაფასებ. ფეხბურთის შეცდომებისა და წარმატებების კომბინაცია და შეცდომის შემდეგ მამარდაშვილის წარმატებული მოქმედებები ჰქონდა. მესმის დებატები რატომაა გაჩენილი, მაგრამ მუშაობაზე ვართ ორიენტირებული. როდესაც მეკარე ცდება, ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. შეცდომა ტაქტიკური იყო და არა ტექნიკური. იმ მომენტში საჯარიმოში პასის გაკეთება არანაირ უპირატესობას არ მოგვიტანდა. არასწორი გადაწყვეტილება იყო სულ ესა. ფეხბურთში მთავარი შანსების გამოყენება და აღნიშნულ ეპიზოდში ეს ვერ გავაკეთეთ. განაცხადა კორბერანმა. შეუჩერებელი ბუდუ და მწვრთნელის კომენტარი. ბოლო პერიოდია ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ქართველმა ფორვარდმა 9 ტურიანი სადებიუტო მშრალი სერიის შემდეგ უკვე ზედიზედ მეორე ბუნდესლიგის ტურში გაიტანა. ჰოფენჰაიმის მერე მან კილის მეკარეს დაამწუხრა. ასევე ბუდუ ამაზე არ გაჩერებულა და ბოლოს საგოლე პასიც მიითვალა. აჩქარაა, რომ მცირე სირთულეების მიუხედავად ზივზივაძემ გუნდთან ადაპტაცია გაიარა და ახლა თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. მისმა გუნდმა კი კილს 3-1 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ კი ბუდუზე თავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ისაუბრა. ბუდუ მოიპოვა თავდაჯერება ჰოფენჰაიმთან გოლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო კვირაში ვარჯიშებზე. კვირის განმავლობაში მას ზუსტი დარტყმების წარმოუდგენელი მაჩვენებელი ჰქონდა, როდესაც შეძლო წნეხისგან თავისუფლება შეტევების დასრულებაც მოახერხა. განაცხადა ჰაიდენჰაიმის თავკაცმა. აღსანიშნავია, რომ ბუდუს კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტო სოფასკოურმა მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ასევე ზივზივაძე სოფასკორის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და ქართველი თავდამსხმელი ავტორიტეტულმა გერმანულმა გაზეთმა კიკერმაც გამოარჩია, რომელმაც იგი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელები კი სომხეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრების წინ საუკეთესო ფორმაში არიან და იმედი დავიტოვოთ, რომ ისინი ჩვენს გახარებას კიდევ ერთხელ შეძლებენ. მიქაუტაძის მორიგი შოუ საფრანგეთში და ინტერესი პრემიერ ლიგიდან. ლიგა 1-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი საკუთარ მოედანზე ლიავრს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 77 წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1-2 მარცხდებოდა. ამ დროიდან კი მან 3 საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ლიონმა ქართველი შემტევის დიდი დამსახურებით მოიგო. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 1 წუთში მიქაუტაძემ ასისტი შეასრულა და ფოფანას გაატანინა, რითაც ლიონმა ანგარიში გაათანაბრა. 92 წუთზე კი ეფექტური დარტყმით ლიავრის კარი თავადაც აიღო და ლიონი 3-2 დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ამჯერად მან ალმადას მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ თითქმის ყველა წამყვანმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ მისი ასპარეზობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. ხოლო ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა ქართველ ფეხბურთელს სტატიას მიუძღვნა, სადაც მიქაუტაძის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. ლიავრის წინააღმდეგ ჩატარებული დამანგრეველი შეხვედრის შემდეგ ლიონის მიერ გატანილი 8 გოლიდან 7-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის წყალზე დადის, მისი კლუბი კი ამით სარგებელს იღებს და ტოპ 3-ს უახლოვდება. მისი გამოჩენისას ლიავრი 2-1 იგებდა, მაგრამ 5 წუთის შემდეგ მეფე გიორგის ტალანტის წყალობით ყველაფერი დასრულებული იყო. ამ კვირაში მიქაუტაძე მოედანზე 110 წუთი გაატარა და მის ანგარიშეს 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა.
ეს საკმარისია, რათა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელებს, როგორებიც მოჰამედ სალაჰი და უსმან დემბელი არიან, მისი შურდეთ. რაც მთავარია, გიორგი მლიონის საშინაო არენა საკუთარ მოედნად აქცია. მიქაუტაძის შესანიშნავი ფორმის პარალელურად პრობლემები აქვს ლაკაზეტს. მიუხედავად იმისა, რომ მან პენალტით ანგარიში გახსნა, ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდისას არაეფექტური იყო. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძისა და ლაკაზეტის ანგარიშზე ყველა ტურნირის ეგიდით 13 გოლია, მაგრამ ქართველს გაცილებით ნაკლები აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე სავარჯიშო სესიების შემდეგაც ბევრს მუშაობს. იგი ფონსეკას ასისტენტთან ერთად ვიდეო ანალიზებს აკეთებს და ტაქტიკური უნარების გაუმჯობესებას ცდილობს. ამიტომ მას თავისი შრომა უფასდება. წერს ფრანგული გამოცემა. დავძენ იმასაც, რომ მიქაუტაძის თამაშს ფონსეკას ასისტენტი ჟორჟე მასიელმა შემდეგი კომენტარით გამოიხმაურა. გიორგისთვის ძალიან კარგია, რაც ხდება და ასე უნდა გააგრძელოს. რაღაც გვაკლდა და ვფიქრობთ, რომ ისაა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ეს სიცარიელე შეავსოს. მიქაუტაძე გუნდს ძალას, სიღრმესა და მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობას სცემს. მოედანზე სწორი დამოკიდებულებით შევიდა და იმსახურებს იმას, რასაც მიაღწია. ეს ყველაფერი მის მიერ გაწეული სამუშაო შედეგია, განაცხადა მასიელმა. ქართველმა ფეხბურთელმა კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ლიონში საუკეთესო პერიოდი უდგას და ყველაფერს გააკეთებს გუნდის წარმატებისთვის. მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიქაუტაძეს ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ. ამ ყველაფრის ფონზე კი ლოგიკურია, რომ ამ შანსის გამოყენება სხვა კლუბები ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით კი ფიჩახესი, რომელიც სატრანსფერო სიახლეების გავრცელებით გამოირჩევა, მიქაუტაძის შესახებ წერს, რომ მის მიმართ ინტერესი ინგლისიდან არის და ზაფხულში შესაძლოა მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. საუბარია ვესტჰემზე, რომელიც მზადაა, რომ მიქაუტაძის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს თანხა სოლიდურია, თუმცა ჟორჟის პროგრესის ფონზე სეზონის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ფრანგული კლუბი გაცილებით მეც მოითხოვს. ასევე წყარო აღნიშნავს, რომ ინგლისიდან ვესტჰემი ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც მიქაუტაძით ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სწორედ ისინი ინტერესდებიან. საბოლოო სიტყვა კი მაინც ლიონზე იქნება, რადგან მიქაუტაძის კონტრაქტი ძალაში 2028 წლამდეა და როგორც მინიმუმ 2026 წლის ზაფხულამდე სატრანსფერო თანხის ოდენობას ფრანგული კლუბი დააზუსტებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 26 ტურში კვარაცხელიაც PSG საკუთარ მოედანზე მეორე ადგილოსან მარსელს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად ჩემპიონობაც გაინაღდა. პარიზულმა გუნდმა კი მარსელთან ქულათა სხვაობა 19-მდე გაზარდა და დარჩენილ ტურებში რთულად წარმოსადგენია, რომ პარიზელებმა ეს უპირატესობა გაანიავონ. სიტუაცია კი ასეთია: თუ შემდეგ ტურში PSG Saint-Étienne-ს დაამარცხებს, მარსელი კი რეიმსთან ვერ მოიგებს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება. შესაბამისად, შესაძლოა გუნდის ახალწოულმა კვარაცხელიამ 7 ტურით ადრე გაინახდოს თავისი პირველი პარიზული ტიტული. რაც შეეხება კვარაცხელიას, მარსელის წინააღმდეგ ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთიც გაატარა. ხვიჩა შედეგიანი მოქმედება არ ქონია, თუმცა მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელი იყო. კვარაცხელიამ პირველი გოლის ეპიზოდში პრიასისტი შეასრულა და ამასთან ერთად გამორჩეული პირველი ნახევარი ჰქონდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვაგვარად შეაფასა. მაგალითად, პარის ფანსმა ხვიჩას თამაში 5.5 ქულით შეაფასა. ტექნიკურად სრულყოფილი იყო და თამაშისგან სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ველით, რომ მომავალ მატჩებში კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაში მან პირველივე მოქმედებაში დააზარალა მარსელი. მეორე ტაიმში კი ნაკლებად აქტიური იყო. ასევე მაქსი ფუტმა ხვიჩას შეფასებად 6.5 ქულა დაუწერა. ქართველი ახალ გუნდში თავს დღითიდღე უფრო კომფორტულად გრძნობს და დღეს თავისი ტექნიკური თვისებები კიდევ ერთხელ აჩვენა. ყოველი ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილად იყო ათვისებული. პარიზელთა პირველ გოლზე მან გავლენა მოახდინა, როდესაც რუის ბურთი თავისით გადასცა, წერია გამოცემაში. ხოლო იმის ფონზე, რომ ხვიჩას გუნდი წარმატებით ვითარდება და გამარჯვების გზას ადგას, საპირისპირო თქმა შეიძლება ნაპოლიზე, რომელიც კვარაცხელიას არ დაფასებას კიდევ დიდხანს ინანებს. კერძოდ ნაპოლიმ სტუმრად სატურნირო ცხრილის ბოლოს წინა პოზიციაზე მყოფ ვენეციას გოლი ვერ გაუტანა და ნულოვანი ფრე ითამაშა. ფაქტია, რომ ანტონიო კონტეს კრებულ სერიოზული ჩავარდნა აქვს და კრიზისის ათვლის წერტილად თავისუფლად შეიძლება, რომ კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში წასვლა ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, რადგან ბოლო 7 მატჩიდან ნაპოლიმ მხოლოდ ერთხელ მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 7-დან მხოლოდ 3 მატჩი შეძლეს ნეაპოლელებმა ერთზე მეტი გოლის გატანა, რაც შეტევაში გაჩენილ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ასე რომ იმ ნეაპოლელი ექსპერტებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ხვიჩას გარეშე გუნდს არაფერი დააკლებოდა, ეს სტატისტიკა განშისთვის კარგი მასალაა. არსებული სიტუაციით კი ნეაპოლელი გულშემატკივრები ძალზედ იმედგაცრულებულები არიან და გამოსავალს ვერ ხედავენ. ამჟამად ყველაზე უნიკალური შემტევია. კვარაცხელია ოქროს ბურთის ათეულშია. მათი დუეტისგან მეცელოდნენ. დაიშლება თუ არა ვინისიუსისა და მბაპეს დუეტი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ
ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მადრიდის რეალის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან მოედანზე ვინისიუს ჟუნიორისა და კილიან მბაპეს პროდუქტიულობით, რის გამოც მთავარი მწვრთნელისგან კარლო ანჩელოტისგან რაიმე ახალი ტაქტიკური სქემის მოფიქრებას ითხოვენ. ამის შესახებ კი ინფორმაცია რელოვოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ცალ-ცალკე მიმდინარე სეზონში მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ერთ მათგანს დაეწუნება, მაგრამ როდესაც მოედანზე ერთად არიან, უმაღლეს დონეზე ხან მხოლოდ ერთი მათგანი თამაშობს, ხანაც კი არც ერთი. ანჩელოტი კი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მატჩების დროს ფეხბურთელების ურთიერთგაგება გაიზარდოს, ისინი ერთმანეთთან მოედანს მიღმაც უნდა იყვნენ ახლოს. ბრაზილიელისა და ფრანგის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი ხდება. მბაპესა და ვინისიუს ნორმალური დამოკიდებულება აქვთ, თუმცა არა მეგობრული. დაძაბულობა კი გაზარდა იმ ფაქტმაც, რომ ატლეტიკოსთან შეხვედრაში ვინისიუსმა კილიანს 11 მეტრიანი შესრულება არ დაუთმო. მისი დარტყმა კი კარს დიდი მანძილით ასწდა. გარდა ამისა, ბრაზილიელი თვლის, რომ კილიან მბაპეს მასე დიდი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და ამის გამო დიდი ხანია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ამიტომ თუ მომავალში არაფერი შეიცვალა, დიდია შანსი, რომ მადრიდულმა კლუბმა ვინისიუსის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღოს. 2025 წლის ოქროს ბურთის ბეწე ყველაზე დიდ გავლენას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი მოახდენს, რადგან ამ ზაფხულს სანაკრებო ტურნირები არ გვაქვს. ხოლო ტრადიციულად სეზონის მიმდინარეობისას ცნობილი საფეხბურთო გამოცემები ოქროს ბურთის ათეულების განახლებულ სიას აქვეყნებენ, რა დროსაც უკვე გამოკვეთილია თუ რომელი ფეხბურთელები იქნებიან ფავორიტები. ამასთან დაკავშირებით კი ცნობილი გამოცემა MSN-ი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების შემდეგ თავისი ვერსიით ტოპ 10-ის განახლებული სია შემოგთავაზა, რომელშიც კვარაცხელიაც მოხვდა. ეს გამოცემა კი ხვიჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. PSG-მ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ისტორიული მატჩები ჩაატარა. კვარადონ ამჟამად ოქროს ბურთის ათეულში ლიდერებს შორის არ იმყოფება, თუმცა თუ პარიზელები ტურნირზე გზას ბოლომდე გაივლიან, დიდი ალბათობით ხვიჩასთვის სიტუაცია შეიცვლება. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ სიაში პარიზელთა ნახევარდაცვის დიდებული ტრიოდან, რომლებიც არიან ვიტინია, რუისი და ნევეში, ამ სიაში მოხვედრას ნებისმიერი იმსახურებს, მაგრამ კვარაცხელიაში არის რაღაც ამაღელვებელი. მსოფლიო ფეხბურთში ის ამჟამად ყველაზე უნიკალური შემტევია. ამიტომ შეუძლებელია ბოლო მატჩების შემხედვარე მის მიმართ გულგრილი იყოთ, როდესაც ის ინდივიდუალურად გენიალურად თამაშობს და გამარჯვების მომტან მომენტებს ქმნის. წერია გამოცემაში. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.